თარგმანება იმათეს სახარებისაი თავის. სიტყვა ესე გასმიეს რამე თუ ითქვა პირველთა მათ მიმართ, არა იმრუშო. ხოლო მე გეტყვი თქვენ, ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის თქმად მას, მუნმე იმრუშა მის თანა გულსათვისა, 5, 27, 28. აღასრულა პირველი იგი მცნებაი და სრულისა მის საზომისა წესსა აღიყვანა, და აც ჯეროვნად მეორე იგი შორის შემოიღო წესისა მისებრ სჯულისა. გარნა ესე საძიებელ არს თუ რად არა პირველად ღვთისმსახურებისათვის ყო სიტყვაი, ვითარცა მონიწყო მოსე ბრძანებით ღვთისაითა და იგი დააწეს ამცნებად პირველად და თქვა, უფალი ღმერთი შენი უფალი ერთ არს, მეორე სჯული 6, 4 და შემდგომი ამისი. ესე ამისთვის რამე თუ უკვე თუმცა ღვთისმსახურებისათვის ეწყო სიტყვად, თავისაცათვის ისა უხმდა თქმად და მითხრობად მათ და ღმრთეებისათვის ისათვის, ხოლო არა იყო წუთხა ჟამი თქმად ესევით არისა ამისთვის. დროსცაც სწავლად სარწმუნოებისათვის და კეთილად მოქალაქობისათვის იწყო, რაითა ვინაითგან უმრავლესნი აღასრულნეს სასწაულნი, მაშინ აუწყოს უმაღლესიცა სიტყვაი. ხოლო აც უკვე თუმცა დაწყება ის სიტყვისათვის ისა იესრეთ ექნა 18. გასმიეს რამე თუ ითქვა პირველთა მათ მიმართ, მე ვარ უფალი ღმერთი შენი და გარეშე ჩემსა სხვაი არ არს, სჯული 5, 6, 7, ხოლო მე გეტყვი თქვენ, თანა არსი ვარ და განუყოფელი მისგან. და ჩემიცა ეგრეთვე თანაგაც თაყვანისცემაი, რამე თუ ძევარ ღვთისაი და ღმერთი ჭეშმარიტი, ვერ ეძლოერსა მას შეწყნარებაი სიტყვისა ამის, არამედ თქვესმცა, თუ უწესოთა სიტყვათა იტყვის ესე. უკვე თუ შემდგომად ესოდენთა სწავლათა და ესოდენთა სასწაულთა არავე ხრქვა განცხადებულად, არამედ მცირე დაუწყა სარწმუნოებისათვის, ჰგმობა და აღუდგეს და სდევნიდეს, უკვე თუმცა აც დაწყებასავე სიტყვისასა ეთქვა ესე, ფრიად უძვირეს სამცა შთაცვიეს. ამისთვის ჟამსა ამას თანაწარხდა სარწმუნოებისათვის თქმად და დახმარხა იგი ჟამსა ჯეროანსა, რაითა პირველად სიმრავლითა სასწაულთა ითა გულისხმავ უყოს და მერმე სიტყვიცა აუწყოს ღვთაებაითვისი. ხოლო აც სათნოისა მოქალაქობისათვის ყოფს მოძღვრებასა და ესეცა სიტყვანი სასწაულთა მიერ სარწმუნო ყვნა და იწყო ორთა მათვნებათ აღმოფხურა და აურსხმათ, რომელნი იგი მშობელნი არიან სხვათა ვნებათანი, გულის წყრომასა ვიტყვი და გულის თქმასა. და ხელმწიფებით იყო სიტყვა იმისი, ვითარცა შეჰგავს ჭეშმარიტსა რჩულისმდებელსა. ამისთვისცა ყოვლით ურთვნებათა მათ სიბოროტესა განიოტებს სულთაგან ჩვენთა, ვითარცა იგი ზემო ყოველივე გულის წყრომისა დასაბამი და აღსასრული ექსორიატყო. და აც კვალად გულის თქმისათვის მისცემს განჩინებასა, ვითარცა მეუფე ყოველთაი და იტყვის, რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის თქმად მას, მუნმე იმრუშა მის თანა გულსათვისსა. ესე იგი არს რომელმან მიხედნეს პირსა და შეამსჯვალოს თვალი შვენიერებასა მისსა და გულის თქმაი მის თანა ცოდვისაი აღძრას გულსა შინათვისსა გემოითა მით გულის თქმისაითა, აღასრულა ცოდვა იგი გულსა შინათვისსა, რომელი იგი გემოთ მოყვარებისათვის ისათვის მოსწრაფე იყოს განცდად პირთა მავნებელთა და ხილვითა მათითა საქმესა მას ცოდვისასა გულსა შინათვისსა აღასრულებს. რამე თუ არა ხორცთა ხოლო მოვიდა უფალი განთავისუფლებად ბოროტთა საქმეთაგან, არამედ პირველად სულისაცა, რამე თუ მადლსა მას სულისა წმიდისასა გულთა შინა ჩვენთა შევიწყნარებთ, ამისთვის გულისა იბრძანა პირველად განწმედაი. ხოლო თქვას თუ ვინმე, ვით არ შესაძლებელ არ სრულიად განყენებაი გულის თქმისაგან და განთავისუფლებაი ბრძოლისაგან ნებათა ისა. უწყოდენ ესევით არისა მეტყველმან მან ვითარმედ უკვე თუ გვენებოს, შესაძლებელ არს ესეცა, ვითარცა მრავალთა მოღვაწეთა სრულიად მოაკუდინეს გულის თქმანი და განიოტეს სულთაგანთვისთა. ხოლო აც ქრისტემან არა ესე ბრძანა, რაითა სრულიად მოვსპეთ გულის თქმაი ჩვენგან, არამედ მას გულის თქმასა იოტებს, რომელი მიხედვითა იქნების გულსა შინა.
რამე თუ რომელი მოსწრაფე იყოს პირთა მავნებელთაგანს და იგი ნებსით თვისით აღატკინებს სახუმილსა მასვნებისასა გულსა შინათვისა და სულსათვისა ტყვეობად განსცემს და ესევით არის იგი საქმეცა ცოდვისა მის ადრე მივიდეს. ამისთვისცა არა თქვა უფალმან, რომელსა გულმან უთქვა სიძვათ მან იმრუშა არამედ, რომელი ხედვიდესო დედაკაცსა გულის თქმად მას და რისხვისათვის თქვა, რომელი განურისხდესო ცუდად, ხოლო აქ არა ესრეთ, არამედ ყოვლით ურთბოროტთა გულის თქმათაგან გვაყენებს. რამე თუ ორნივე ესევნებანი ბუნებითნი არიან და ორნივე კეთილად მოცემულ არიან ჩვენ და გულის წყრომაი და გულის თქმაი, რაითა ერთი იგი ეშმაკთა მიმართ ვიხმაროთ და ბოროტთა გულის სიტყვათა და წინააღდგომად ურჩულოთა ბოროტის მოქმედთა და მოგცევად უწესოთა. და მეორე ესე. რაითა სასუფეველისათვის ცათაისა გუწადოდის და მცნებათა ღმრთისათა აღსრულებად და მერმე, შემდგომად სამოთხით გამოსვლისა, რაითა იყოს გულის თქმა იგი ბუნებითი შვილიერებისათვის ოდენ. ხოლო უჯერონი გულის თქმანი სრულიად დაყენებულ არიან ბრძანებათა შინამისთა. და არა თქვა, რომელსაცა გულმან უთქვას, რამე თუ გულის თქმაი მოუხდების მთათა და უდაბნოთა შინა დამკვიდრებულთაცა, არამედ, რომელი ხედვიდესო გულის თქმად, ესე იგი არს, რომელი ნებსით გულის თქმათა შეჰკრებდეს გულსა შინათვისა და მხედსა მას განაძვინებდეს თავსაზე და თვისსა. რამე თუ ესე არა ბუნებისაგან იქნების, არამედ დახსნილებისა და გემოთმოყვარებისა ჩვენისაგან. ამას ძველიცა რჩული განაყენებს ჩვენგან და იტყვის, ნუ განიცდი შვენიერება საპირისასა. ზირაკი 9:8 და რაი არსო, იტყვიან ვინმე, უკვე თუ განვიცადო და არა ვიძლიო ცოდვად. დასასჯელ ყოფს განცდასაცა, ჰოი კაცო, რაითა არა ჩვეულებითა ამის შთაღვარდე საქმესაცა ცოდვისასა. კვალად იტყვიან, ხოლო ვიხილო თუ და გულმან მithქვას და არა იქვნე ბოროტი, რაის თქვა ამისთვის. რაი ვთქვა სხვაი, უგუნურო, გარნა ვითარმეთ, იმრუშე გულსა შინა. ესრეთ ბრძანა უფალმან, უტყუელმან მანშჯულის მდებელმან და სხვასა რასაღა გამოეძიებ ცუდად და ამაოდ. და ნუ იტყვი, თუ განვიცადო და გულმან მithქვას და არა ვცოდო. გულის თქმით მიხედვასა მებრმრუშებად უწოდა. გარნა ესეცა, რომელსა იქადი უკვე თუ იწყო გულის თქმით მიხედვად, ადრე აღასრულო საქმითცა. ჰე თუ სადმე შეუძლო ორგზის და სამგზის მიხედვად და არა ქმნად, ხოლო უკვე თუ ზედა ისე და იქ მოდი ამას და სახუმილსა მას აღატკინებდე, მოიწიოს დღე, ოდეს დაიცვაცა. უკვე თუ უადვილესი ესე ვერ მოითმინე, არა ხედვად გულის თქმით, ვინაიდან ბრძოლათა ცეცხლი აღეტყინოს და ძნელი ქმნას დაშრეტა იმისი, არამცა შთაღვარდია განსაცდელსა მას საქმისასა. ვითარცა რაი ვიხილით თუ ყრმა იმცირე, ვითარმედ მახული უპყრიეს ხელსა, გამოუვით იგი, რაითა არა მოიწყლას თავითვისი, ეგრეთვე ღმერთმან მიხედვითაცა შეგინებაი გულისაი გარე წარქცევად გვიბრძანა, რაითა არა საქმითაცა შევაგინეთ ხორცნი. და პირველ ხორცთა შეგინებისაცა შეიგინებინ სული გულის სიტყვათა ბოროტთა ცურთითა, რომელნი იგი ხილვას ამას ბილდსა შთაეთესის გულსა შინა, რომელთაც აღმოფხურის ქრისტე და უჩინო ყოფს ძალითა მცნებისა მისისაითა. რაიმე თქვან ამას ზედა, რომელთა ყვანან დედანი თანამყოფად და იტყვიან, ქალწულებასა ვიმარხავთო? რამე თუ ესე ვითარნი იგი ბრძანებისა ამისებრუფლისა ბევრეულთა მრუშებათა თანამდებ არიან, რამე თუ მარადღე გულის თქმით ხედვენ მათ. ამისთვის ნეტარი იობ ესე ვითარსა ამას რჩულის დებასა პირველვე იმარხვიდა და მავნებელთა მათ ხედვათაგან თავსათვისა შორს ყოფდა, რამე თუ ბოროტ არს და ძნელ ბრძოლისა მის წინააღდგომაი. ვინაიდან კარნის სულისანი განვახუნეთ და ბრძოლი იგი შინაგან შევიყვანოთ და გონებასა შინა ჩვენსა სავანეკუღოთ მას. ამისთვის ნუ იმრუშებ თვალითა, რაითა არა იმრუშო გონებითა და მერმე იმრუშო სადმე ხორცითაცა.
ხოლო არს მიხედვაი დედაკაცისა იუნებელადსა, ვით არც აღმთის მოშიშნი მიხედვენ საქმისა რა ისათვის მე სათანადო ისაუნებელად და მას არა ეწოდების ცოდვა. რამე თუ არა ესრეთ თქვა, რომელმანცა მიხედნეს დედაკაცსა იმრუშა არამედ, რომელი ხედვიდესო გულის თქუმად მას. რომელი ხედვიდეს თვალითა შეგინებულითა და გულითა მციკულევანითა რომელი ესე უჯერო არ სრულიად. არა თუ ამისთვის მოგცნა ღმერთმან თვალნი, რაით ამრუშებაი შეიღო გულად შენდა, არამედ რაითა ხედვიდე დაბადებულთა და გიკვირდეს სიბრძნე იგი და ძალი დამბადებელისაი. აც უკვე საცნაურ არს რამე თუ ვითარცა არს ცუდი განრისხებაი, ეგრეთვე არს ცუდი მიხედვაი, ოდეს გულის თქმისათვის იქმოდი და ურჩულოდ შეეხებოდი, რაღაცა თუ არა ხელითა, არამედ ხედვითა. რამე თუ არს თვალთა მიერიცა შეხებაი, რომელი იქნების შეხედვითა, რომელსაც ამრუშება ეწოდა, დამტანჯველ არსულისა პირველ საუკუნოისა მის სატანჯველისა, ოდეს შფოთითა და ამბოხებითა ბრძოლისა ითა აღავსოს იგი და, ვითარცა ტყვე, შეკრული ეთრიოს. ვიდრეცა ენების ვნებასა მას, და ის არის იგი ცოდვისა იგესლიანი განუწონოს სულსა მას უბადროგსა, რომელ არს ხსენებაი პირისა მის ხილულისაი, და უფრო ისხა, უკვე თუ ხილულიცა იგი პირის ათრფიალოდ შემკობილ ან სამკაულითა მით წარწმედისაითა, რომლითა შეიმკვებიან დედანი წარსაწმედელად. თავთათვისთა და საცთურად სულთა მათ, რომელნი ხედვიდენ მათ, რომელთაცა შემკულებისა მისთვის დიდი ვაებაი მისცა წინა წარმეტყველმან ესაია და განაქიქა წესი იგი უწესოებისა მათისაი, რამე თუ იგინიცა სიტყვისა ებრუფლისა მემრუში არიან. რომელნი არა ხოლო თულნებულად მიხედვენ პირებსა მამათასა, არამედ თავთაცათვისთა უჩვენებენ მათ გულისა თქმელად და სასჯელ სამრუშებისასა შთააგდებენ. რაღაცა თუ სიტყვაი მამაკაცისა მიმართ ყობრძანებამან ამან სახარებისამან, ვითარცა უმთავრესისა კერძისა მიმართ, არამედ ყოველივე ბუნებაი კაცობრივი შემოკრიბა მცნებასა შინათვისსა. რამე თუ დამარხვად მცნებათა ქრისტესთა არა არს განცვალებაი შორის მამათა და დედათა, არამედ ყოველთავე ზოგადთანაც, ვითარცა იგი ზოგად აქვს კაცობრივი ბუნებაი. ყურად იღეთ მორწმუნენო სიტყვაი უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისაი და კაცად ეკრძალებოდენ ურიდად ხედვად და განცდად პირებსა მავნებელსა, რაითა არასაცთურსა ეშმაკისასა შთაღვარდეთ. რამე თუ მრავალნი ეშმაკმან მცირედისაგან უფსკრულად წარწმედისა შთახხადნა. პირველად დაარწმუნის მიხედვად მერმე ხედვითა მით სტყორცის ის არის გულის თქმისაი, მოწყლის სული იგი, შეუქმნის სიყვარული ხილულისა მის პირისაი, შეკრნის ურთიერთას, ვითარცა საკრველითა რკინისა გინარვალისაითა, და ვითარცა მონათას ყიდულთა უბრძანემ, სირბილად წინაშე მისსა ქვესკნელად ჯოჯოხეთისა. ამისთვის უწყო და უფალმან ესე ვითარი ესე მრავალღონეობა იმტერისაი და ბრძანა ყოვლადვე არა მიხედვად გულის თქმით. და კვალად იცოდა ვითარმედ რომელნი იგი შეპყრობილიყვნენ ვნებითა, მძიმე და აღუჩნდების სიტყვაი ესე, რომლისათვის საფრიადითა სიბრძნითა სრულიადი განრისხებაი გვამცნო ესე ვითართა მათ დამაბრკოლებელთა პირთა მიმართ და თქვა. წახ არებაი, უკვე თუ თვალი შენი მარჯვენე გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან, რამე თუ უმჯობეს არს შენდა, რაითა წარწმდეს ერთი ასოთა შენთაგანი, ვიდრე არა ყოველი გვამი შენი შთავრდომად გეჰენიასა. და უკვე თუ მარჯვენე ხელი შენი გაცთუნებდეს შენ, მოიკვეთე იგი და განაგდე შენგან, რამე თუ უმჯობეს არს შენდა, რაითა წარწმდეს ერთი ასოთა შენთაგანი, და არა ყოველი გვამი შენი შთავარდეს გეჰენიასა. 5:29-30 თარგმანი, არა თუ ასოთათვის იტყვის. ნუ იყოფინ. რამე თუ არასა და იტყვის ბრალსა ასოთასა, არამედ მარადის ბრალობაი ბოროტისა მის გონებისაი არს, არა თუ თვალი ხედავს ვნებულად, არამედ გულის სიტყვაი მიახედვიებს. და უკვე თუმცა ასოთათვის იტყოდა, არამცა ერთი თვალი ახსენა, ხოლო არცა მარჯვენესა მცაოდენ სახელსტვა, რამე თუ უკვე თუ ის მარჯვენე თვალი ავნებდეს, მარცხენეცა ავნებს მას.
რა ისათვის უკვე მარჯვენე თვალი თქვა და მარჯვენე ხელი დაურთო? რა ითასცნა ვითარმედ არა ასოთათვის არ სიტყვა იმისი, არამედ რომელნი იგი თვისებითა ბუნებითითა გინას სიყვარულისა მხურვალებითა საკუთარ და საყვარელიყვნენ ჩვენ და რაითა არა იტყოდი, ესე ვინმე თვის მეყვის. ანუ იგი ვინმე საყვარელ არ სჩემდა და ფრიად სახმარ, ამისთვის ესრეთ ბრძანა ვითარმედ, რაღაცა თუ ვინ ესოდენ გიყვარდეს, რომელ უაღრეს იყოს შენდა და უსაწადელეს მარჯვენისა თვალისა, გინა თუ ესოდენ სახმარ და თანაშემწე გიჩნდეს იგი საქმეთა შინა შენთა, ვითარცა მარჯვენე ხელი შენი და იხილო ვითარმედ ავნებს სულსა. შენსა მოიკვეთე იგი შენგან და იხილე ძალი სიტყვისა მის. არა თქვა თუ განეშორე, არამედ გამოჩინებად სრულიად ისა მის და მკვეთრ მოწყვედისა თქვა, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან და მოიკვეთე და განაგდე შენგან. და სარგებელსაცა გვიჩვენებს ესევით არისა მის სასტიკად განყოფისასა ორ კერძოვე, კეთილისაგანცა და ბოროტისა, სიტყვითა მithვე იგავისაითა, უმჯობეს არსო შენ და რაითა წარწყდეს ერთი ასოთა შენთაგანი, ვიდრე არა ყოველი გვამი შენი შთავრდომად გეჰენიასა. რამე თუ ოდეს ასო იგი ვერცა თავსათვის სააცხონებდეს და შენცა თანაწარწყმედდეს, რაც სახმარ არს ორთაივე წარწყმედაი. არა სჯობსა განშორებაი ურთიერთას, რაითა ერთი ვინმე თქვენგან იცხონდეს. ამასზე და სიტყვა მიგებენ ვიეთნიმე და მეტყვიან, ვითარ პავლე იტყვისო ვითარმედ, ვილოცევთ შეჩვენებულ ყოფათ თავსა ჩემსა ქრისტესგან ძმათათვის და ნათესავთა ჩემთა, ერთი გარნა რომელნი ამას იტყვიან უგულისხმოებითა სდებიან და არა გულისხმა ყოფენ. ვითარმედ სრულისა მისთვის საზომისა და სიყვარულისა, რომელი აქუნდა ღმერთ შემოსილსა მას ქრისტეს მიმართსა და კაცთა მიმართსა, ეგრეთ თქვა ვითარმედ, მინდა რაითამცა ყოველთა მიერი დიდებოდა სახელი ქრისტესი, რაითამცა მისითა მით დიდებითა მადიდებელნიცა იგი ცხონდეს. და ესოდენ ნებავს ესე, რომელ ვილოცევთ ვითარმედ, უფალო მოაქციან ყოველნი შენდა და ადიდეს სახელი შენი ყოველსა შორის, რამე თუ მწადის ესე უფრო ის ყოვლისა კეთილისა. რად ვიტყვი სხვათა კეთილთა? მე შენი სახილვისაცა და შენ თანაყოფისა, რომლისათვის გამოუთქმელი სურვილი მაქვს, უმეტესად მაქვს ესე, რაითამცა სახელი შენი ყოველთა შორის იდიდებოდა, ვითარცა მოსეცა მსგავსად ამისა ხრქვა უფალსა, უკვე თუ მიუტევე მათ ცოდვა იგი, უკვე თუ არა, აღმხოცე მეცა წიგნისა მის შენისაგან, რომელსა დამწერე. გამოსვლა 32 ამას ესევით არ საიტყოდეს წმიდანი სრულისა მისგან სიყვარულისა, რაითამცა სხვანი იგი აცხოვნეს. ხოლო უკვე თუ ვინ სიყვარულით ასხვისაითა სულსაცა თვისა წარსწყმელდეს და მასცა, რომელი უყვარდეს, არა იაკუს სიტყვასა მას მოციქულისასა მისთანა ზიარებაი. წმიდათა მათ ესევით არითა გული სიტყვითა უაღრესადღა აცხოვნეს სულნითვისნი და სხვანი მრავალნი. ხოლო შენ, კაცო, უკვე თუ პირველად სული შენი წარიწყმიდო და მეორესაცა მიზის ჯოჯოხეთისა ექმნე, დიდი უგუნურებაი არს შენდა. ამისთვის იტყვის უფალი, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან, რაითა არა მისთანავე გეჰენიასა შთახვარდე. ვითარცა სხვითაცა სახითა გულისხმა უყოთ ესე, უკვე თუმცა ვინ გრქოა ვითარმედ, ანუ აღმოიღე თვალი შენი, ანუ უეჭველად შთაგაგდებ ვუიმესა რას მე ქვესკნელსა სრულიად წარწყმედად, არამცა აღმოღებაი თვალისა ირჩია. ჰე, ჭეშმარიტად. არა თუ თვალი იგიგძულნ, არამედ ყოველსავე გვამსა უმეტეს პატივსცი და ცხოვრებასა შენსა, ვიდრე ღაერთსა მას თვალსა, რამე თუ შთავრდომასა მას მღვიმედ თვალიცა იგი სხვასა თანა გვამსა წარწყმედად იყო. ეგრეთვე გულისხმა ყავ, უკვე თუ ვინმე იყოს საყვარელი შენი, დედაკაცი გინა მამაკაცი და ხედვიდე მისგან სულისა შენისავნებასა და ვერ გეძლოს განკურნებად, მოიკვეთე იგი და განაგდე შენგან მკვეთრ, ხოლადვე ნუხრიდებ, რაითა არა ორნივე შთახვარდეთ გეჰენიასა,
არამედ განშორებითა მითგან ერეთ წარწმედისაგან. იხილია სახიერებაი და სიბრძნე ტკბილისა მის რჩულისმდებელისაი. ვითარ რომელესე ვიეთგან მეფიცხლად შერაცხილ არს სიტყვაი, ყოვლითა წყალობითა სავსე არს, რამე თუ რომელმან სიყვარულისათვის ფრიადნის სწავლანი წარმოგვითხრნა, რაც განგვიმარტებს, ვითარ ყოველივე ცხოვრებისა ჩვენისათვის გვამცნო. ამისთვის გვამცნებს ვითარმედ, დაღაცა თუ სიყვარული საქმე არს სათნოი და მაღალი, არამედ უკვე თუ იხილო ვითარმედ სავნებელად სულისა შენისა იქმნების, მოიკვეთე სრულიად საყვარელი იგი და განაგდე შენგან, რამე თუ არ ამნებავს მე ესევით არის სიყვარული. რამე თუ ოდეს სიყვარული იგი სავნებელი ყოს და წარსაწმედელ სულისა მაშინ უჯობეს არს და უპატიოსნეს სიძულვილი. ისმინეთ ესე უკრძალველნო, რომელნი მიხვალთ სახილველთა მავნებელთა და მარადღე ხილვითა მითვნებულითა მემრუშე ყოფთ თავთა თქვენთა. უკვე თუ საყვარელისა მიერ იქნებოდის ვნებაი, უბრძანებიეს ქრისტესა განგდებაი. ვითარ თქვენ უცხოთა სახეთა და შეუსწავლელთა პირთა განცდითა ესოდენ სავნებასა შემოიღებთ სულთაზე და თქვენთა და არა გელმის. გულისხმა ყავთ და განიგულეთ ცხოვრებაი თქვენი, რაითა არა მიზეზ წარწმედისა ექმნეთ სულთა თქვენთა. სწახარებაი, თქუმულარს, რომელმან განუტევოს ცოლითვისი, მიეცინ მას განსატევებელი. ხოლო მე გეტყვით თქვენ, რამე თუ ყოველმან რომელმან განუტევოს ცოლითვისი თვინიერ სიტყვისა სიძვისა მან ამრუშა იგი და რომელმან განტევებული შეირთოს მანცა იმრუშა 5, 31, 32. თარგმანი, ვინაითგან ზემოთქმული იგი ყოველივე კეთილად განაწესა და შვენიერად, აწესერა სხვაი სახე გვიჩვენა მრუშებისაი. წესი ხო ძველსა მას სჯულსა შინა, რაჟამს მოიძულის ვინ ცოლითვისი რომლითაცა სახითა, ხელეწიფებოდა განშორებად მისა და სხვისა შერთვად, გარნა არა წესი ხო ესრეთ განტევებად, არამედ მიეცინა წიგნი განსატევებელი, რაითა არღარა ხელეწიფებოდის შერთვად მისა. რამე თუ უკვე თუმცა არა ესრეთ ეთქვა, არამედ მიეცამცა ხელმწიფებაი განტევებულისა მის კვალად შერთვად, ფრიად იმცა იყო შფოთი და უწესოებაი და განცხადებული მრუშებაი. ამისთვის განაწესა წიგნი იგი განსატევებელი დაწერად, რაითა არღარა ხელეწიფებოდის შერთვად განტევებულისა მის. ხოლო ესე ვითარი ესე რჩულისდებაი ფრიადისა მის უკეთურებისათვის ჰურიათა ისა განეწესა, რამე თუ უკვე თუმცა აიძულა მოძულებულისა მის დამჭირვად, მოკლამცა მოძულემან მან ქმარმან ცოლითვისი. რამე თუ ესრეთ უკეთურიყვნეს ჰურიანი, რომელნი იგი შვილთათვისთა დაჰკვირდეს და წინა წარმეტყველნი მოსწყვიდნეს და ყოვლით ურთ მოსისხლე და ურჩულო იყვნეს, ოდეს მცაჰრიდეს ცოლთათვისთა მოკლად. ამისთვის შეუნდო უმცირესისა ამის უწესოებისა ყოფად, რაითა არა უძვირესი იგი აღასრულონ. და რაითა სცნა, ვითარმედ ამის ესევით არისა უკეთურებისა მათისათვის მიუშვა წესისა მის მიღებად, ისმინე, რასა იტყვის უფალი სხვასა ადგილსა, ვითარმედ, მოსე გულფიცხელობისა თქვენისათვის გიბრძანა განტევებაი ცოლთა თქვენთაი, მათე 19:8, რაითა არა მახვილითა მოსწყვიდნეთ იგინი. ხოლო ვინაითგან ახალი ესე და მაღალი რჩულისდებაი შორის მოიღო მაცხოვარმა და განრისხებაიცა განაშორა ბრძანებითა თვისითა, არა თუ კაცის კვაიოდენ და გვამცნო ყოლადვე არა მონებად გულის წყრომასა ანუ. გულის თქუმასა ამისთვისაც ჯერ უნად ესეცა სჯულად დადვა, რაითა არავის ხელეწიფებოდის განტევებად ცოლისათვისისა და სხვისა შერთვად, რამე თუ განტევებულსა მას ამრუშებს, და რომელმან განტევებული შეირთოს, იმრუშა, რაითა ეს მას დედათა. ვითარმედ სხვისა ქმრისა ცოლყოფა იმრუშება არს, არამედ თანაც ანუ პირველისავე ქმრისა მისვლად, ანუ უქორწინებელად ყოფაი, რაითა ესრეთ თვისისავე მეუღლისა მიიქცეს ანუ უქორწინებელად ეგოს, რამე თუ სხვისა ქმრისა შერთვად არა ხელეწიფების.
ხოლო ესე ნუ გიკვირს, რომელ არა ყოლადვე სიტყვაი დედათა მიმართ, რამე თუ ყოველივე, რომელიცა მამათა ამცნო, დედათაცა დაუდვა მცნებად. ხოლო კეთილად თქვა თვინიერ სიტყვისა სიძვისა, რამე თუ ესე ვითარსა მას არა აყენებს განტევებად და უფრო ისხა მეძვისა დამჭირვა იცოდვისა ბრალსა და მრუშებასა შთააგდებს კაცსა. ხოლო თვინიერ ამისა სხვითა არცა ერთითა სახითა ხელეწიფების ვის განტევება იცოლისაი და სხვისა შერთვაი, რაითა არა მრუშებად შთააგდოს იგი და მოატყუას ბრალი თავსათვისსა. სახ არეებაი, კვალად გასმიეს, რამე თუ ითქვა პირველთა მიმართ, არა ცილიხ ფუცო, არამედ მიეც უფალსა ფიცი შენი. ხოლო მე გეტყვი თქვენ, არა ფუცად ყოლად ნუცა ცასა, რამე თუ საყდარი არს ღმრთისაი, ნუცა ქვეყანასა, რამე თუ კვარცხლბეკი ფერხთა მისთაი არს, ნუცა იერუსალიმსა, რამე თუ ქალაქი არს მეუფისა დიდისაი, ნუცა თავსა შენსა ვფუცავ. რამე თუ ვერ ძალგიც ერთისა თმისაგან სპეტაკებად გინა დაშავებად. არამედ იყავთ თქვენი ჰე და არა, ხოლო უმეტესი ამათსა უკეთურისაგანი არს 5, 33, 37. თარგმანი, ვინაიდან ყოველთავე სჯულისა მცნებათა ახსენებს და ყოველთავე უაღრესისა მიმართ აღაორძინებს, რად არა, ვითარცა მონწერილ არს ახსენა პარვისათვისცა. რამე თუ იტყვის სჯული, არა კაცკლა, არა იმრუშო, არა იპარო, არა ცილიხ ფუცო. გამოსვლა 20, 13, 16, ვითარ უკვე აქათანაწარხდა პარვასა. რამე თუ რომელი იპარვიდეს, იგი ფუცავსცა, ხოლო რომელი არცა ფუცვიდეს, არცა ტყუოდის, მან ოდესმცა თავსიდვა პარვაი. ამისთვის დაყენებითა მით ფიცისაითა პარვაიცა სრულიად უჩინოყო, რამე თუ სადა ფიცი და ტყუილი არა იყოს, მუნ პარვაი ყოლადვე არა იპოების. ხოლო რაი არს ესე, თუ მისცე უფალსა ფიცი შენი. ესე იგი არს ჭეშმარიტი და უტყუილი ფუცო, არამედ ქრისტემან ესეცა დააყენა და თქვა, ხოლო მე გეტყვი თქვენ, არა ფუცად ყოლად და შემდგომია მისი, ყოველი რაოდენიცა აქ უნდა ჰურიათა ჩვეულება იფუცად ცასა და ქვეყანასა და იერუსალიმსა, ყოველივე განაყენა, რაითა უჩვენოს ვითარმედ არ არას გარეგან სჯულისა და წინაწარმეტყველთა იტყოდა. და იხილე ვითარსა სიტყვასა შემოიღებს დაბადებულთათვის, არა თქვა, თუ ნუცა ცასა ვფუცავ, რამე თუ დიდ არს და შვენიერ, ნუცა ქვეყანასა, რამე თუ ფრიად არს სახმარება იმისი კაცთა შორის, არა რაი თქვა ესე ვითარი, რაითა არა გამოაჩინეს ნივთნი იგი სოფლისანი თავით თვისით პატივსაცემელ. რამე თუ ფრიად იყო მძლავრება იკერბთ მსახურებისაი და ამისთვის არ არაი ესე ვითარი თქვა, არამედ მონებისა მისთვის, რომელ აქუს ღმრთისა მიმართ, პატიოსნად სახელსთვა მათ. და იგიცა უძლურებისათვის მსმენელთა ისა თქვა ესრეთ, ვითარმედ, ნუ ვფუცავთ ცასა, რამე თუ საყდარი არს ღმრთისაი, ნუცა ქვეყანასა, რამე თუ კვარცხლბეკი არს ფერხთა მისთაი, რაითა ყოვლით კერძო გულისხმის ყოფად ღმრთისა მოიყვანეს იგინი, ნუცა იერუსალიმსაო, რამე თუ ქალაქი არს ღმრთისაი და იგიცა სახელისათვის ღმრთისა პატიოსანყო, ნუცა თავსა შენსაო, რამე თუ არა ხარ უფალ თავისა შენისა, არამედ სხვაი არს დამბადებელი და უფალი შენი. ხოლო შენ არცა თუ ყოვლისა უდარესისა საქმისა ძალგიც ქმნად, რაითა ერთი ოდენ თმაი არა თუმცა აღმოაცენე, არამედ აღმოცენებული იგი ანუმცა განასპეტაკე, ანუმცა დააშავე. იტყვიან ვიეთნიმე, ვითარმედ, რაი ვყოთ, ოდეს ვინ ფიცსა მოგუხდიდეს და გვაჭირვებდეს? ხოლო მე ვიტყვი, იყავ შიში ღმრთისაი უმტკიცეს კაცთა მიერისა ჭირისა და იძულებისა. უკვე თუ კვალად მიზეზთა გენებოს წინაყოფად, არცა ერთი მცნებათაგანი დაიმარხო, რამე თუ ყოველსავეზე და უკვე თუ ეძიებდე გარდასვლისა მიზეზსა, გეპოოს შენ. სთქვა სადმე ვითარმედ, სადა ძალმიც თვალისა მარჯვენისა აღმოღებაი ანუ ხელისა დაკვეთაი, ანუ ამისთვისმცა განმართლდია.
და არა მიხედვისათვის გულის თქმით სთქვა, ვით არ შეუძლო არა ხედვად. და განრისხებისათვის სთქვა, რა იყო, უკვე თუ ფიცხელ ვიყო და ვერ დამჭირვალ ენისა. და ამით სახითა ყოველნივე იგი მცნებანი უბულებელს ხუნე. არამედ არა ჯერ არს ესრეთ ყოფად, რამე თუ უკვე თუ მეფე მან ქვეყანისა მან წესი რაიმე განაწესოს, იკადროა თქმად, თუ წესსა ამას ვერ ვიმარხავ? ნუ იყოფინ. ვით არ უკვე ბრძანებათათვის ქრისტესთა იკადრებ მიზეზთა მოპოვნებად. ნუ ესრეთ, ძმანო, ნუ ესრეთ. ნუ ვმიზეზობთ მიზეზთა ცოდვისათა, რამე თუ ღმერთი არა შეურაცხიქმნების. დაღაცა თუ შრომაი რაიმე შეგვემთხვიოს მცნებათათვის ქრისტესთა, გულისხმოვყვნეთზე მოწერილნი იგი ნეტარებანი, რომელნი განაწესნა მოშიშთა მისთათვის, და ნუ დავშთებით გარეგან მათსა, რამე თუ უშრომელად არ არა იქმნების კეთილი. დაღაცა თუ ვინ გვაიძულებდეს ფუცად, უკვე თუ სიტყვაი უფლისაი მოვიხსენოთ და შიშსა მისსა პატივსცეთ, არარად შევრაცხოთ იძულება იგი და ჭირი, რამე თუ გესმის, რასა იტყვის, ნუ ხფიცავ ნუცა ცასა, რამე თუ საყდარი არს ღმრთისაი, ნუცა ქვეყანასა, რამე თუ კვარცხლბეკი არს ფერხთა მისთაი, ნუცა იერუსალიმსა, ნუცა თავსა შენსა, ნუცა სხვასა რას დიდსა გინა მცირესა ფიცსა, არამედ იყავ თქვენი ჰე, და არაი არა, ხოლო უმეტესი ამათსა უკეთურისაგანი არს. რაი არს უმეტესი ჰეისა და არა რაისა? ფიცი ჭეშმარიტი, არა ცრუდ ფიცებაი, რამე თუ იგი ცხადად საცნაურ არს, ვითარმედ უკეთურისაგან არს, და არაი არს მისთვის იჩვი, და არა უმეტესი არს, არამედ სრულიად წინააღმდგომი, ხოლო უმეტესი არს, რომელი იგი უფრო ის განწესებულისა მის იყოს, რომელ არს ფიცი უმეტეს წესისაი. რომელი არს წესი? ჰე და არა რაი. უკვე თუ სთქვა ვით არ უკვე სჯული იტყოდა, მიეცუფალსა ფიცი შენი, ვინაიდან უკეთურისა მიერ არს ფიცი. ხოლო შენ ესრეთვე სადმე სთქვა დედაკაცისათვისცა, ვით არ მრუშება არს განტევებაი და სხვისა შერთვაი, ვინაიდან სჯულსა უწესებიეს ესე. რაიმე უკვე ვთქვათ ამისთვის სკარნა ესე, ვით არმედ უძლურებისათვის მაშინდელთა მათ ჰურიათა, რომელთა ეტყოდა მოსე, განაწესა ესე ვითარნი სიტყვანი. უკვე თუ არა მსხვერპლებისა და მრგულიად დასაწუელებისა შეწირვად ღმრთისას, საცხოვართა და მფრინველთაი, ვითარმცა სათნო იყო ღმრთისა. გარნა მათისა მის ვერაგობისათვის უწესა ესეცა, რაითა ოდენ კერპთაგან და ეშმაკთა ზორვისაგან კაცნი მოაქცინეს, რაითა ღმრთისა შესწირვიდან შესაწირავთა და არა ეშმაკისა და მერმე შამსა მარჯვესა, მსხვერპლებისა მის და მრგულიად დასაწუელებისა შეწირვა სრულიად დააცხროს, ვითარცა ესე რაქმნა ცხოველს მყოფელითა მით მოსვლითა მისითა და განგვიწესა წმიდა იესე და უსისხლო შესაწირავი წმიდათა საიდუმლოთა მისთაი, ეგრეთვე სხვანიცა იგი წესნი, მათისა მის უძლურებისათვის დასხმულნი, აც ვინაიდან მოსვლითა თვისითა უაღრესისა. მოქალაქობისა გზაი განგვიღო უფალმან და აცხრნა და უმჯობესისა წესიერებისა მიმართ აღიყვანა ყოველნივე წესნი მორწმუნეთა მისთანი. ამისთვის განტევება იცა ცოლისაი და სხვისა შერთვა იმრუშებად შეირაცხააც და ფიცი უკეთურისაგან არს. რამე თუ აღორძნდა სათნოებაი ძალითა ქრისტესითა და არღარა ძველისა სჯულისაებრ უძლურებით ჯერ არს მოქალაქობაი, არამედ ძალითა საღვთოითა და სრულებითა სულიერისა მის ჰასაკისაითა. კეთილიყო უკვე სჯული იგი ჟამსათვისა, რამე თუ გზაი განაღო ახლისა ამის წესისაი და ყოვლითურთ ამას მოასწავებდა და კაცნი კერპთაგან ღმრთისა მოაქცინა. ხოლო აც ვინაიდან ჟამი და საქმე მისი აღესრულა, ნუღარა ეძიებ წესთა მისთა, არამედ იცოდე ვითარმედ მას ჟამსა იყო საქმე მისი და კეთილიყო ვითარცა იტყვის მოციქული ვითარმედ, სჯული იგი მზარდულ მექმნა ჩვენ ქრისტეს მიმართ, რაითა სარწმუნოებისაგან ღმრთისა განმართლდეთ.
გალატელთა მიმართ 3:24 და კეთილად გამომზარდნა და სრული საამის საზრდელისა შემწყნარებელ გუყნა, ვითარცა იგი ძუძვი დედისა იზრდინ ჩჩვილსა სცითა და მიაწის იგი საზომსა სრული სამის საზრდელისასა კეთილად და ფრიადითა სიტკბოებითა. ხოლო მორაივიდის სიორწილე ჰასაკისაი და სრული სამის საზრდელისა ჟამი უხმარ ქმნის იგი და მშობელნიცა რომელნი ჟამსა მას სიჩჩოისა ჩვენისას ააქებდიან მას, მერმე ისწრაფდიან მოწყვედად ჩვენ და მისისა მისციებისაგან და სწაგებდიან. ვიდრეღა ვიეთმე მწარეცა რაიმეს ცხიან რაითა იხილოს. ყრმამან გემოიმისი და მოსწულდეს ძუძვი და მოსწყდეს ძიებისა მისისაგან. ეგრეთვე ქრისტემან ვიდრეღა იგი უძლურება იგი ფრიადი იყო კაცთა შორის მოსცა სჯულიცა უძლურებისა ამის შემსგავსებული, ხოლო მორაივი და თავადი და სულიერი იგი სრულებაი მოიღო, უაღრესიცა მოქალაქობაი განაწესა. ხოლო თქვა ვითარმედ, ფიცი უკეთურისაგან არსს. არა თუ ამისთვის თქვა რაითა გულისხმოვყოთ, თუ ძველი იგი სჯული უკეთურისაგან იყო. ნუ იყოფინ. არამედ რაითა ვცნათ ვითარმედ აწარღარა ჯერ არს მათ წესთა მორჩილებაი, არამედ ახლისა ამის წესისა აღსრულებაი, და რომელთაც აარწმენა მოძღვრებაი მისი დაუტევეს საზრდელი იგი უძლური და ჩჩვილთათვის განწესებული და მიიღეს სრული იგი და ძლიერი და ჭეშმარიტი. ხოლო ვინაიდან უგუნურთა მათ და მედგართა ჰურიათა არა ისმინეს მისი, არცა ინებეს საზრდელისა მისგან უძლურისა მოწყვედად, სახმარიყო მწარისა წამლისა ცხებაი ძუძუსა მასზე და ეგრეთსა იქმნა, მოვიდეს ჰრომნი და ქალაქი იგი დაარღვიეს და ტაძარი და ყოველივე ძველისა მის წესისა იუჩინოხვეს და არა დაუტევეს ქვაიქვასა ზედა. ხოლო იგინი, რომელთა არა ინებეს მეუფებაი ქრისტესი მათზე და მოსწყვიგნეს מחვილითა და შვილნი მათნი მისცნეს ტყუეობასა საუკუნესა და იქმნა ჭეშმარიტად მწარე საცხებელი ძუძვისა მის, ვინაიდან ტკბილი იგი მოძღვრებაი არა შეიწყნარეს. რამე თუ ყოველივე ძველი სჯული კეთილიყო და საღმრთო ვიდრე ქრისტეს მოსვლადმდე და დიდი იყო სიკეთე მისი და საქმე მისი სულიერ. ხოლო ვინაიდან ქრისტე მოვიდა ცხოვრებად ჩვენდა და სრული ესე მოქალაქობაი გვასწავა, წესნი იგი უძლურებისანი დასცხრეს. ამისთვის ფიციცა მაშინ კეთილიყო რამე თუ მოსწყვიდნა კაცნი ფუცვად სახელსა ეშმაკთა და კერპთასა და ასწავა ფუცვად სახელსა ღმრთისასა და ტაძრისა მისისასა, ხოლო ესოდენისა ამის ღმრთის მსახურებისა და სრულებისა შემდგომად აღარა კეთილარს. არამედ უკეთურისაგან. და ვითარ შესაძლებელი არსო იტყვიან კვალად, რაითამცა ერთი საქმე ოდესმე კეთილნცა იყო და ოდესმე ბოროტ. გეტყვით თქვენ, შესაძლებელი არს რომელ ერთი იგი საქმე ოდესმე სახმარ არ და ოდესმე უხმარ, და ამას ყოველნივე საქმენი ამის სოფლისანი ღაღადებენ და ხელოვნებანი და ნაყოფნი და ყოველივე საქმე. ამისთვისცა ჩჩვილ რაივიყვნით, ვითარცა ვთქუს სითა ვიზარდებოდით და მერმე ჭამათსა განცოხნილსა გუცემდია, ხოლო აღვიზარდნით რაი, რომელი პირველ კეთილან ჩვენდა და სახმარ, მერმე საძაგელად გვიჩნდა უხმარ. აჰა ესე რა ერთი და იგივე საქმე ჟამან სხვად შეცვალა. და სამოსელიცა ჩჩვილისაი ჟამსა მას სიჩჩოისასა კეთილარნ და აღვიზარდნით რაი, უჯერო ან და უშვერ. და კვალად სრულისა მამაკაცისა სამოსელი უკვე თუ მცირე საყრმასა შეჰმოსო საკიცხელიყოს და საცდურ მისდა. ეგრეთვე საქმენი მამაკაცისანი არწმუნენ ყრმასა მცირესა, ხნვაი და ლეწვაი და ვაჭრობაი ანუ ჰომად შესლვაი და იყოს საქმე უჯეროი და უწესოი. და რა დამას ვიტყვი? იხილე კაცის კლვაი რომელ განცხადებულად ეშმაკისა მოპოვნებაი არს და დიდითა ბოროტებითა სავსე, არამედ იგიცა ჟამსათვისა კეთილი ქმნა და ფინეს შეერაცხა სიმართლედ თესლითი თესლადმდე და მიუკუნისამდე და მღვდელობაი სამარადისოი მისცა მას.
რიცხვი 25, 7, 13 და რაითასცნა, ვითარმეთ კაცის კვლავ ეშმაკისაგან არს ისმინე, რასა ეთქვის უფალი ჰურიათა. თქვენ მამისა თქვენისა ეშმაკისაგან ხართ და გულის თქმაი მამისა თქვენისა იგნებავს ყოფათ. იგი კაცის მკვლელი არს და საბამითგან. იოანე 8:44 გარნა ფინეს კაცის მკვლელი ქმნა და შეერაცხა მას სიმართლედ და კვალად აბრაჰამშვილისათვის ისა და კლად ხელი მიიღო და შეერაცხა სიმართლედ. დაბადება 22, 1, 18 და პეტრე მოციქულმან ანანია და სამფირა მოკლა და იქმნა საქმე იგი კეთილ და სულიერ. საქმე 5, 1, 11 სწავლა ის ფიცისათვის. ამისთვის გეტყვი, რაითა არა ესრეთ უმეცრებით გულისხმობ ყოფდეთ საქმეთა, არამედ ჟამსა და მიზეზსა და განყოფილებასა პირთასა და სხვასა ესე ვითარსა ყოველსავე გამოვეძიებდეთ. რაითა ესრეთ მივეწინეთ ცნობად ჭეშმარიტებისა და ვისწრაფოთ გარდამატებად საქმეთა მათ ძველისა სჯულისათა, უკვე თუ ქსურის მიმთხვევად სასუფეველსაც სათასა, ვითარცა ბრძანებს უფალი ვითარმეთ. უკვე თუ არა გარდაემატოს სიმართლე თქვენი უფრო ის მწიგნობართა და ფარისეველთასა, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსაც სათასა. მათე 5:20 ხოლოაც არიან ჩვენ შორის მრავალნი, რომელნი არა თუ გარდამატებულსა ოდენ არა იქმან, არამედ ნაკრულევანცა არიან ძველისა მის წესისაგან, რამე თუ არა ხოლო თუ ფიცისაგან არა იულტიან, არამედ ცილფუცებასაცა შთავარდებიან. არა თუ ხოლოვნებულად მიხედვისაგან არა ეკრძალებიან, არამედ საქმესა მასცა ბოროტსა ცოდვისასა წარმდებებით იქმან და სხვასა ყოველსავე აღასრულებენ ურიდათ, რომლისა მოგონებაცა დაყენებულ ვართ. და არა მოვლენ სინანულად, არამედ დღესა მას უკუანა ისკნალ სამოელიან, ოდეს იგი სასჯელი მიეხადოს მათ ესე ვითართა საქმეთაი, რამე თუ წარუკვეთიეს ვიდრე მესასოებაი და სატანჯოლსა ოდენ მოელიან და არა ხნებავს, ვიდრეღა აქა არიან, ვიდრეღა სავაჭრო ესე ჰგიეს. განღვიძებად ძილისა მის განუდებებისა და მოსვლად სინანულსა, ბრძოლად და ძლევად ეშმაკისა და მიღებად გვირგვინისა. ისმინე ჩემი კაცო და ნუ დაიხსნები, ნუცა განსცემ თავსა შენსა ეშმაკსა, არამედ განიფრთხვე, მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი. არა ძნელ არიან მცნებანი უფლისანი, არცა შეუძლებელ. რა ის შეუძლებელ არს არაფიცი, მითხარღა? არა აქურს შრომაი, არცა უხმს წარსაგებელი. ნებაი ოდენ სახმარ არს და ყოველივე სრული ქმნას. უკვე თუ ჩვეულებასა წინა მიხობ მიზეზად სიძნელისა, ამაო არს მიზეზი ეგე. ვინ ქმნა ჩვეულებაი საქმისა მის შენთანა? დახსნილობა მან შენმან. აც უკვე მცირედ იღუაცა და გექმნას ჩვეულებაი კეთილისაი, ვითარცა იგი მოიგე ჩვეულებაი ბოროტისაი. იხილენ ფილაფოზნი იგი წარმართნი, ვითარ მრავალთა ჩვეულებანი ბუნებითნი კაცთა ქებისათვის განხმართნეს. რომელიმე ენა ბრგუნვილიყო და ესოდენ იღუაცა ცურთა დასოთა მათ, რომელთა თქმად ვერ ეძლო, ვიდრეღა სრულიად წარხმართა ენა ითვისი კეთილად მეტყველებად. სხვასა ჩვეულება აქ უნდა მხართათვის დაუწესოდ ძროად და დაადგინა მონა ითვისი მახვილითა ცუდილითა და ხრქვა მას. უკვე თუ შევძრნე მხარნი ჩემნი და არა მომამთხვეო ხრმლითა მაგით, მასვე ჟამსა წარგკვეთო შენ თავი. და ესრე ჩიშითა მით მახვილისაითა მოიცხვიდა ჩვეულებაი იგი. ვინაითგან რჩულისა მისგან ბუნებითისა და სწავლისაგან წერილთა ისა არა მოხვალ გულისხმის ყოფად, ამისთვის მაიძულებ წარმართთა მოღებად სახეთ, ვითარცა იგი ოდესმე ღმერთმან ჰურიათა მიმართ წინა წარმეტყველისა მიერ, რამე თუ იტყვის. წარვედით ჯალაგთა ქეტემისათა და კედარს მიავლინეთ და ცანთ უკვე თუ ცვალნიან წარმართთა ღმერთნი მათნი და იგინი არა ღმერთ არიან. იერემია 2:10 და კვალად პირუტყუთა და იძრვისთა მოართვამ სახედუ გულისხმოთა მრავალგზის, ჯინჯველსა და ფუტკარსა და ესე ვითართა მრავალთა,
იქმენო ვითარცა ჯინჩველი ხო იმცონა რო იტყვის სოლომონ და ხბაძევთ გზათა მისთა. ანუ მივედ ფუტკრისა და ისწავე ვითარ იგი მოქმედა არსს. იგავნი 6:8 ეგრეთვე აწმეცა გეტყვი, მიხედენ წარმართთა და შეიკდიმე შენ, მორწმუნეო და ნუ იტყვი, თუ ჩვეულებასა ვერ მოვიწყუეთ. იგინი კაცთათვის ესრეთ მოსწრაფე იყვნენ, რაითა სათნო ეყვნენ მათ, და შენ ღმრთისათვის არა იღუაწოა მცირედ, რაითა სათნო ეყო მას. უკვე თუ იტყვი, თუ ძნელ არს ჩვეულება იქ ჰე უწყი ესე მეცა. ამისთვის გეტყვი, ნუ მოხვალ ჩვეულებასა ბოროტსა, უკვე თუ მოსრულ ხარ იღუაწე მცირედ და კვალა დაიხსნას ჩვეულება იგი. ძნელ არს ჩვეულებისა მოწყუედაი, გარნა არა შეუძლებელ არს მოღვაწებაი უხმს მცირედი და ყოველივე კეთილად აღესრულოს. მცირედ შამ თუ დაითმინო, მერმე უჭირველად იყოს საქმე იგი. ხოლო იწყო რაი ჩვეულებისა მოწყუედად. დაღაცა თუ ერთგზის და ორგზის შეგემთხვიოს ჩვეულება იგი, დაღაცა თუ 10 გზის და 20 გზის, ნუ წარიკვეთ სასოებასა, არამედ კვალად აღდეგ და პირველითგანვე იწყე. კვალად ხელყავ კეთილისა საქმესა და ესრეთ მადლითა და შეწევნითა უფლისაითა მძლე ექმნებნებასა მას და წესი კეთილი შეიმოსო. ხოლო ერთი ბოროტთა ჩვეულებათაგანი არს ფიცი, რომელიგი ჭეშმარიტსაცაზე და უკეთურისაგან სახელდებულ არს, რავდენ უფრო ისად უკვე თუ ცილის ფუცება იყოს, არა საუკუნოისა მის სატანჯველისა თანამდებ გუყნესა. ამისთვის მრავალგზის მithქვა მსოგადსა ყოველთა მიმართ და თვისგანცა კაცად კაცადისა და თქმულთა მათ აქებთ, ხოლო ჩვეულებათა მათ ბოროტთა მცირედნი მოიწყუეთ. და არაც სახმარ არს ჩემდა თქვენ მიერ იქებაი, არამედ ესე არს ჩემდა საძიებელ და საწადელ, რაითა მცნებათა ქრისტესთა იქ მოდით. უკვე თუ არა და უწესოებასავე შინა იქცეოდით, ჩვენცა ფრიადი მწუხარებაი შეგვამთხვიოთ და თავთა თქვენთა მომატყუებელ სასჯელისა საუკუნოისა ექმნეთ. ამისთვის პავლეცა მწუხარე იყო, ოდეს იხილნის მოწაფენი მისნი შემდგომად მრავლისა სწავლისა უდებებასავე შინა და ეტყოდა, რამე თუ ღირდა თქვენ და რაითამცა იყვენით მოძღვარ ჟამისა ამისგან, მერმე კვალად გიხსვე მოძღვრებაი თქვენ, თუ რაი არს დასაბამის სწავლისა სიტყვათა ღმრთისათა. ებრაელთა მიმართ 5:12 ეგრეთვე მეც სამწუხარე ვარ, რომელ ვერ არას კეთილსა შინავ ხედავ წარმატებასა თქვენსა და უკვე თუ ამიერითგანცა არავე იწყოთ კეთილსა და არა მოიწყვიდოთ ურიდად ფიცი, მაიძულოთ მე დახშვათ თქვენ და კარიც მიდისა ეკლესიისა, ვითარცა მეძავთა და მემრუშეთა და კაცის მკვლელთა, რამე თუ უმჯობეს არს ორთა თანა ანუ სამთა რომელნი იმარხვიდენ შჯულსა ქრისტეს მცნებათასა, შეწირვად განწესებულთა მათ ლოცვათა. ვიდრეღა შეყვანებათ ჩვენ თანა სიმრავლე ერისა გარდამავალისა იბრძანებათა უფლისა ჩემისათა. ნუ ვინ მდიდარი, ნუ ვინ ძლიერი, ნუ ვინ განლაღებული დიდებითა მით წარმავალითა, სუავი და ან პარტავანი იყავ ჩემთანა, რამე თუ ესე ყოველი ზღაპრად შემირაცხიეს და აჩრდილად და სიზმრად, ვინაითგან მეცნიერ ვარ. ვითარმედ არავინ დიდებულთაგანი სოფლისათა შემწემე ხოსმე, ოდეს იგი დღესა მას საშინელსა მომხდიდენ ბრალსა და მეტყოდინ, რად არა ჯეროვნითა მით სიფიცხითა შური იძიე დახსნისათვის მცნებათა ღმრთისათა? ამან საქმე მან ელიცა, საკვირველი იგი მღვდელი, წარწყმიდა, დაღაცა თუ მოქალაქობაი აქ უნდა სათნოი, არამედ გარდასვლისათვის სჯულისა არა შურიგო. ამისთვის იტანჯა შვილი თურთ. უკვე თუ სადა იგი ესოდენი მძლავრობა იყო ბუნებითისა სიყვარულისაი და არა ჯეროვნად შეჰრისხნა და ტანჯნა ძენითვისნი, ესე ვითარი ძნელი სასჯელი შეემთხვია, რაიმე ვყოთ ჩვენ, რომელნი ყოველსავე უდებებით თანაწარ ხდებით და ვერ არას ვაჩვენებთ მხილებასა და შურისგებასა?
ამისთვის გლოცავ, ხო იცმანო და გევედრები, განიგულეთ მლევანი ესე საქმე, რაითა არცა თქვენ წარწმედად მიეცნეთ, არცა მე სასჯელი საუკუნო მომატყუათ და მოიწყვიდეთ ყოველივე ჩვეულება იბოროტი და უფრო ისხა ფიცისაი. რამე თუ მოწყვე და იცა მისი ადვილარს და სასჯელი ფრიად. ესე თუ მოიწყვიდოთ, მცირედ სხვასაც ასათნოებასა მიიწინეთ და საუკუნეთა მათ კეთილთა ღირს იქნეთ მიმთხვევად მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისაი არს დიდებაი და სიმტკიცე თანამამით და სულით წმიდით ურთაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ.